ეს არის დედაბოძი. აქ ქალბატონები შეიკრიბებოდნენ და საკულტო დანიშნულებით პროცესია იმართებოდა დედაღმერთისადმი. ყველა ტაძარში, ანუ ეს არის როგორც სასახლე, როგორც ტაძარი, ისეთია ეს. უმხედავთ ძალიან დიდი ფართია. ეხლა ეს კნოსოსისა და ფესტოსის ბალიას და საკროსის სიდიდის არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდია. ეხლა ჩვენთანაც არ არის ასეთი ტიპის სასახლეები, სამეფო სასახლეები და ეს არის საკულტო დანიშნულებისთვის შემონახული. ჩვენ ნახეთ, რომ ეპანოს აკროში არის სწორედ აგეთი მარანში, სადაც იყო წარმოდგენილი დედაბოძი. აი ახლა ახაც არ არის გამორიცხული. აქაც ყოფილიყო ღვინო შემოტანილი და ღვინო შემოტანული ყოფილიყო ახაც. იმიტომ რომ აქ ჭურჭელია შემონახული, აი ქვევრის ნაშთებია და შეიძლება ისინი აკურთხებდნენ ამ იმას, რა ქვია. და ეხლა სად ვიმყოფებით, რა ადგილია ეს? ჰა? სადა ვართ ეხლა ამ წუთში? ჩვენ ვართ ტილოსის არქეოლოგიურ ადგილას. და რა სასახლეა? ეს სასახლე არ არის. სასახლე დიდია. ქალაქია ტილოსი? ტილოსი არის პატარა სოფელი. ეხლა თორე მაშინ ქალაქი იქნებოდა მოგეწონა. არა, ქალაქი არ იყო ეს. პატარა დასახლება. ხედავთ რამხელა სივრცეა. ახლა ამხელა სასახლე იმას არ ქონდა ჩვენთან. ეს იყო სასახლის დანგრევები. არა, ამ სასახლის არ აქვს. სასახლის ის არ არის. ტრადიციას აქვს დიდი განვითარება. ჩვენთანაც პარალელი ხვალე. დიახ. ჩვენ ვიცით ლონგინოს სუმბაძის წიგნი, სადაც ძალიან კარგად არის დედაბოძებზე საუბარი, მესხეთში შემონახულია ძირითადად ეს. ახლა ამ ეტაპზე და უნდა შევადაროთ ეს. შედარების პრინციპი აუცილებელია, იმიტომ რომ ლონგინოს სუმბაძე ადარებს კნოსოსის სასახლის ამ სისტემას დედაბოძს და ასევე საქართველოში კონკრეტულად მესხეთში არქეოლოგიურ მასალას. ეს შეცხო იყო დედაბოძი ხო?